თუმცა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მცხოვრები თანამოძმეებისგან განსხვავებით, სამხრეთი აფრიკის მცხოვრებნი ცივ თვეებში არ იძინებენ. ამის ნაცვლად, მათი დიდი ნაწილი სეზონის ცვლას გამრავლებისთვის იყენებს. შემოდგომის ბუნიობის შემდეგ, შუალედი მზის ჩასვლასა და მთვარის ამოსვლას შორის წელიწადში ყველაზე ხანმოკლეა. ამას მოსავლის მთვარე ჰქვია. ეს მეტ მთვარის შუქს ნიშნავს. აპრილის დასასრული და სეზონის პირველი სავსე მთვარეობაა. სამხრეთი აფრიკის დასავლეთ კაპლანდში ეს რომანტიკის დროა. შემოდგომის ნისლიან ღამეებს და მთვარის უხვ შუქს ბაყაყები საფარიდან გამოყავს. ეს კაპლანდიელი ბაყაყები ნამდვილად არ არიან ყველაზე სხარტი ამფიბიები. ისინი ადვილად შრებიან. ამიტომ შეჯვარებისთვის ნესტიან ღამეებს ელიან. სხვა ბაყაყებისგან განსხვავებით, რომლებსაც შეუძლიათ ტრადიციული გზებით შეჯვარდნენ, მათი კიდურები ძალიან მოკლეა. ტანიგი მეტისმეტად ჩასუქებული. ის რომ მდედრი უფრო დიდია, მათ ვერაფერში ეხმარება. პირიქით, როცა საქმე შეჯვარებაზეა, ეს პრობლემასაც კი ქმნის. ამიტომ ამ სახეობამ განსხვავებული მიდგომა შეიმუშავა. მდედრი გამოყოფს სპეციალურ წებოს, რომელიც მამს ხელს უშლის მისი სხეულიდან ჩამოსრიალდეს და საშუალებას აძლევს მისი კვერცხუჯრედები გარედან გაანაყოფიეროს. უცნაურია, რომ ის კვერცხებს წყალში კი არა, მიწის ქვეშ დებს. იმის ნაცვლად, რომ თავკომბალებად იქცნენ, ამ კვერცხებიდან 8 კვირაში ბაყაყები იბადებიან. კაპლანდიელი ბაყაყების შეჯვარება შეიძლება საამოსაყურებელი არ არის, მაგრამ თავის საქმეს აკეთებს. როცა აპრილს მაისი ჩაანაცვლებს, ჰორიზონტზე ზამთარი გამოჩნდება. ის ცხოველები, რომლებსაც ნაშიერის მოსავლენად მეტი დრო სჭირდებათ, ზამთრის დადგომამდე უნდა შეჯვარდნენ, რომ მათი შთამომავლობა შუა გაზაფხულზე გაჩნდეს. შემოდგომა მათთვის პარტნიორის მოზიდვის სეზონია. ამ მამრი იმპალასთვის ეს კვალის გაყვანას ნიშნავს. მან უნდა დაამტკიცოს, რომ მინდვრებზე ყველაზე ძლიერი მამრია. როცა დღე მოკლდება, ღამე კი ხანგრძლივდება, მისი ტესტოსტერონის დონე იმატებს. თუ დაამტკიცებს, რომ ის დომინანტი მამრია, ექსკლუზიურ უფლებას მიიღებს საკუთარ ჰარამხანაში მდედრები გაამრავლოს. იწყება ბრძოლა. არასწორმა მოძრაობამ შეიძლება კისერი მოსტეხოს, ან ძიმედ დააზიანოს.
გაგებულს განდევნიან. ის მარტო ხელების შედარებით სუსტი მამრების გუნდს შეუერთდება, ვიდრე მდედრების საკუთარ გუნდს არ შეიძენს. მაგრამ გამარჯვებულს ჯერ კიდევ ბევრი საქმე აქვს. ვიდრე შეჯვარების სეზონი დასრულდება, ის უამრავ იმპალას დაუპირისპირდება, რომლებიც მას მდედრებს ეცილებიან. წინ მშფოთვარე თვეა. შემოდგომის დასასრულ სამხრეთ აფრიკაში მზე სუსტდება. როცა მაის-ივნისი ენაცვლება, სეზონური წვიმების შორეულ მოგონებად რჩება. ეს მშრალი ამინდების დასაწყისია. სავანა ზამთრის ელფერს იძენს და მოხერხებული კატის კამუფლაჟი კიდევ უფრო ეფექტური ხდება. ეს კარაკალია. ის ბუშველჩი შეტევის დიდოსტატია. რაც სულაც არ არის კარგი ამბავი მისი მსხვერპლის, ზრდასრული ციცრისთვის. სქელი ბეწვი, რომელიც თათებს უფარავს, ნაბიჯების ხმას მთლიანად ახშობს. მისთვის მთავარია თავდასხმის მანძილზე მიუახლოვდეს. ძლიერი უკანა ფეხებით 2 მეტრის სიმაღლეზე ხტება. ერთი აღტომა და ყველაფერი დასრულებულია. ბუმბულს მაღალი კვებითი ღირებულება არ აქვს. კარაკალი წინაკბილებით ბუმბულებს აცლის და მის შიგნით ხორცამდე აღწევს. თუმცა ძალიან სწრაფად უნდა ჭამოს, რომ მისი ნადავლი უფრო დიდმა მტაცებლებმა არ მიისაკუთრონ. მას სრულიად უნიკალური სმენა აქვს, რაც საშუალებას აძლევს ნებისმიერ საფრთხეზე კონცენტრირდეს. მშრალი სეზონი დიდი მტაცებლების გამრავლების მანიშნებელია. მსხვერპლის დანახვა უფრო ადვილია, როცა გარშემო სიმწვანე ჭკნება. ამ დროს მსხვერპლი წყლის გარშემო იყრის თავს, რაც ნადირობას ამარტივებს.